ერთმანეთს. მოდი ნახოთ როგორ ავიდა ლევან. კიდევ ერთი ვილე გობრებთან და ყველა იყვის სიტყვა დედა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბატონი ირაკლი ჩიგოვანის ინიციატივით აგერ უკვე მეორე წელია ტრადიცია ჩამოყალიბდა საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში მასშტაბური საახალწლო ღონისძიებების გამართვა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის. დღეს ვიმყოფებით აი კვირეულის ფარგლებში მესამე ქვეითი ბრიგადაში და ჩვენი მშვიდობის მსვლელების ჩვენი სამხედროების შვილებს მიულოცეთ დამდეგი 2026 წელი და უსურვეთ მშვიდობიანი და სიკეთით სავსე წელი. ჩემი ჯარისკაცია და მომიყონა დღესა. მე ძალიან მომეწონა რადგან რეზი და ბავშვები არიან აქ. მე მინდა მოულოცოს ყველას, ყველა ჯარისკაცს, ყველა ადამიანს თელ საქართველოში შობა ახალი წელი. მე დღეს მოვედი ნავიკოს სამსახურში, სადაც სტარდება დღეს კონცერტი. ძალიან მომწონს დღეს ეს კონცერტი. მინდა ყოველ წელს ჩატარდეს. ჩავთვლი ამ დღეს საუკეთესო დღედ. ძალიან მომწონს დეკორაცია. ეს ნიჭიერი, ვინც მონაწილეობდა ყველას დიდი მადლობა და აქ ყველაფერი ჩოლები, მომღერლები, ხატულები. ძალიან სასიამოვნო და ამაღლებული განწყობა არის დღეს. სასიამოვნოა თავდაცვის სამინისტროსგან ეს ლამაზი ღონისძიება. ეს მხიარული განწყობა დაგვედებოდეთ ყველას. მე მინდა მიულოცო თელ საქართველოს შობა ახალი წელი და 2026 წელი ყოფილიყოს განწყობის, ამაღლების, წინსვლის, წარმატების წელიწადი. მიულოცავ თელ საქართველოს დამდეგ 2026 წელს, ვაცილებთ 2025 წელს და ვისურვებდი რომ 2026 წელი ბევრად კარგი და სასახარულო და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ ოჯახის წევრებთან ერთად ერთი ძალიან კარგი დღე გავატაროთ და ყველაფერთან ერთად ასევე გავიცნოთ ჩვენი თანამებრძოლების ბავშვები.